დილას 6 საათზე ძლივს გავახილე თვალი, რომ აუდგარიყავი და მომესწრო სედონაში წასვლა სალაშქროდ და სამოგზაუროდ. სედონა ამერიკაში, არიზონაში ერთ-ერთი ცნობილი ტურისტული უდაბნო ქალაქია, რომელიც თავისი წითელი მთებით და გამორჩეული ბუნებითაა ცნობილი. მოკლედ, 7:30-ზე უკვე მანქანაში ვიჯექი. დაახლოებით 2 საათში ფენიქსიდან უკვე სედონაში ვიყავით. პირველი დანიშნულება იყო ერთ-ერთი წითელი მთებით განთქმული პარკი, სადაც ცოტა სწავლაშქრებდით და თან ცოტა დასვენებასაც მოვახერხებდით. ლაშქრობა შეიძლება გიყვარდეს ან არც, მაგრამ არიზონაში, უდაბნოში სიარული 45 გრადუს სიცხეში, სადაც არც ჭრდილია და არც ქუდი გაქვს, საერთოდ არ ყოფილა მარტივი ამბავი. მაგრამ კარგი ის არის, რომ პატარა ბილიკი გქონდა მხოლოდ გასავლელი. ბუნება იყო ულამაზესი და წითელი და მწვანე საოცრად ეხამებოდა ერთმანეთს. პრინციპში სულ 40 წუთი ვიარეთ. მერე კი მართლა ულამაზეს წითელ ქვებში გამავალ გაყინულ მდინარეში ჩავჭკუმპალავდით. სხვათა შორის სედონას წითელი კლდეები და კანიონები ადგილობრივი ტომებისთვის ყოველთვის იყო სულიერი და სამკურნალო დატვირთვის მქონე. და ერთ უცნაურ ფაქტსაც გეტყვით, სედონა ამერიკაში ის ადგილია, სადაც ყველაზე ხშირად აფიქსირებენ ხოლმე ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს, ანუ ეგრეთ წოდებულ UFO-ებს. წყალში ჭკუმპალავების შემდეგ ცოტა წავილანჩავით და წავედით ერთ-ერთ საკმაოდ გამორჩეულ და ცნობილ სალაშქრო ადგილას, რომელსაც ქვია Soldier Pass Trail. აქ უკვე შუადღის საათები იყო და მზე ისე აჭერდა, რომ უბრალოდ სუნთქვაც შეუძლებელი იყო. მაგრამ მაინც გადაწყვეტეთ, რომ დაახლოებით 2 საათიან ლაშქრობაზე უარი არ გვეთქვა. ამ ბილიკზე ძირითადად სულ წითელ მთებში დადიხარ. გზადაგზა კი სხვადასხვა ზომის და მასშტაბის გამოქვაბულებს ხვდები. მაგალითად, როგორიც არის აი ეს. მოკლედ, კი შევდექით ამ 2 საათიან ბილიკს, მაგრამ ყველა ჩვენგანი თაობეთ სიწყევლიდა. უკან დაბრუნებაც არ გვინდოდა. რაღაც მომენტებში უბრალოდ ჩერდებოდით და ჭრდილს ვეწევდით, მაგრამ ეს ჭრდილი არსად არ იყო და წარმოუდგენელი რაოდენობის წყალი დავლია და წარმოუდგენელი რაოდენობის წყალი ვისხი თავზე, რომ რაღაცნაირად მაინც გავგრილებულიყავი. დაახლოებით 1 საათის შემდეგ აღმოაჩინეთ, რომ თურმე საერთოდ დავიკარგეთ. ბევრი ბოდიალის და უფლის შემდეგ დავუბრუნდით თავარ ბილიკს. რამდენიმე გამორჩეული ადგილი ვნახეთ, ცოტა შევისვენეთ და უკან გამოვბრუნდეთ. უკანა გზაზე სრული სერიოზულობით ვფიქრობდი, რომ სიცხისგან ალბათ ან გული წამივიდო და ან მომენტალურად მოვკვდება. კიდევ კარგი, რომ თითქმის 2 ლიტრა წყალი თან მქონდა წაყებული. ასე დასრულდა ჩვენი ერთდღიანი სედონაში მოგზაურობა. ცოტა ხანი საცობში გავიჭედეთ, მაგრამ ისეთი ლამაზი იყო მზის ჩასვლა ცისარტყელასთან ერთად. ეს დღე და ეს მოგზაურობა ალბათ სამუდამოდ დამამახსოვრდება. სახლში მივედით თუ არა, გადავივლე და ეგრევე ლოგინში შევწექი. დაწოლამდე უბრალოდ დღიურში შთაბეჭდილებები დავწერე. მოკლედ, კარგი დღე იყო და მადლობა სამყაროს ამისთვის.